პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის რა სიტყვის ქართული ოცნება ან როგორ შეაფასებს ამ ალიანსის შექმნას, ან საერთოდ რა რიტორიკა იქნება მათ, მაგრამ დღევანდელმა და საერთოდ არ ჭირდება ქართულ ოცნებას ასევე საბაბი დამატებითი იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული რეპრესიული გადაწყვეტილებები მიიღოს. ჩვენ ხშირად ვამბობდით, რომ თავიდან მხოლოდ ამ სამ პარტიაზე რო იყო სარჩელი შეტანილი, როდესაც ქართულ ოცნებას მოუნდებოდა აბსოლუტურად ყველა პარტიას, ვისაც ჩათვლის ან ადამიანს, რომ მისთვის არის პრობლემა, აუცილებლად აკრძალავს მას. ეს არის მათი გზა რეალურად, ხო? თუმცა ამ პროცესმა ჩემთვის რა ანახა, ხო? ამ პროცესმა ანახა ის, რომ მათთვის დისკომფორტია მათ შორის, რაღაც ერთიანობა, მათთვის დისკომფორტია ეს ოპოზიციური ალიანსი, იმიტომ რომ სხვანაირად არ აიხსნება. სულ ერთი რო იყოს კობახიზისთვის და პაპუაშვილისთვის, როგორც თვითონ უნდათ ახლა ეს წარმოადგინონ ოპოზიციური ალიანსის შექმნა და ზოგადად ეს ერთობა ოპოზიციის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვითქვამს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რომ ჩვენ როდესაც 2012 წლიდან დავიწყეთ ბრძოლა რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, ქართული ოცნების წინააღმდეგ, ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ მხოლოდ ორი მხარე არსებობს. არსებობს ერთი რუსული საოკუპაციო რეჟიმი და მეორე მხარეს ყველა, ვინც ამ რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვით. ამიტომ თუ მათთვის პრობლემას არ წარმოადგენდა და არაფრად არ თვლიან ამ ოპოზიციურ ალიანსს, მაშინ მათ ეს განცხადებები ცოტა გაუგებარია. ანუ ჩემთვის ეს შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ რასაც ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ თუ რამის ეშინია რეჟიმს და ეს ყოველთვის ასეა, ეშინია ერთობის, ეშინია მართლი ეს იმ ტიპის ერთობა, ეს ოპოზიციური ალიანსი, რომელიც აშინებს დღეს ოცნებას და კობახეთს. მე მაშინაც, როდესაც ამ ოპოზიციურ ალიანსზე იყო საუბარი თავიდანვე და სულ ვიმეორებ ხოლმე, თუნდაც იმ წარსულის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ამ ბევრ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად გვაქვს, მაგრამ მე ვუყურებ ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით ამ ალიანსს და ვთვლი, რომ ეს არის ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი ერთობისკენ, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა გაფართოვდეს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ვისით უნდა გაფართოვდეს? არა პარტიით, არამედ პერსონალურ დონეზე? კი ბატონო. კი ბატონო, მოდი გიგას ვკითხავ და პარტიებს ყველა იმ ადამიანს, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის.